დაღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ TV პირველს, მე ეკა ჩხეიძე ვარ და პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღევანდელი ჩემი სტუმრის ცეკვით მაყურებელი წლებია უკვე იხიბლება. მისი ჯეირანი შეიძლება ითქვას, რომ ბრენდია. 4 შვილის დედა, ემოციური, ქარიზმატული, ულამაზესი, საინტერესო ცხოვრებით თეა დარჩია დღეს ჩემი სტუდიის სტუმარი. მოდი ჩემო ლამაზო და საყვარელო ადამიანო. როგორც ყოველთვის. არაჩვეულებრივად გამოიყურები. მადლობა რომ ხარ. მადლობა მოწვევისთვის. უმარი, როგორ ხარ? უკეთესადაც ყოფილვარ, რაღა დაგიმალო. რაღა დავიმალო. მოდი სანამ საუბარს და საინტერესო საუბარს დავიწყებთ, თის წყალი უნდა შემოგცავაზო 0%-იანი ბრომატით. საუბრის დროს პირი გაისწრელე. აუცილებლად. მინერალებით სავსე. ოჰოჰო, როგორ გჭირდება. ჯანმრთელობისთვის აუცილებელი, აბა რა ენერგიისთვის და მადლობა. ყველაფრისთვის. რით უნდა დავიწყო შენთან საუბარი თუ არა ცეკვით? როცა მისი ყველა ეტაპი სრულად გაიარე და გაიაზრე. აი რას ფიქრობ, რა არის ცეკვა ადამიანებისთვის და რა არის ის კონკრეტულად შენთვის? კონკრეტულად ჩემთვის ცხოვრება, ჰაერი, წყალი, მაგალითად. მაგრამ სხვისთვის არის გადარჩენის, ჩემის აზრით გადარჩენის ერთადერთი საშუალება ამ კატაკლიზმებით სავსე სამყაროში. ხო. ძალიან გართულდა ცხოვრება, ძალიან დამძიმდა ყველაფერი. ნამდვილად აი ყველაზე საშინელ სიზმარშიც ვერ ვიფიქრებდი, რომ აი ამას მოვესწრებოდით, რაც ახლა ჩვენს გარშემო ხდება. და ცეკვა არის განტვირთვა გონების, სხეულის, აღდგენის ერთადერთი, ჩემთვის ერთადერთი და ვინც ჩემთან მოდის ხო, ამაში რწმუნდება, რომ ცეკვის დროს ყველა პრობლემა უკან იხევს. ყველა დეპრესია, ყველა სტრესი, ყველაფერი ქარწყლდება რაღაცნაირად თავისთავად. შენ ცეკვა ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყე ხო მასეა? კი, პატარა. თუმცა ეს დიდი სიყვარული მაშინვე არ მოსულა რა? როდის მიხვდი რომ ცეკვა არის შენთვის ყველაფერი? აი 4 წლის ასაკიდან ცეკვას რო უყურებდი, მაია პლისეცკაიას რო უყურებდი, ბალეტს რო უყურებდი, ცრემლებს იწვევდა ჩემში და მშობლები მიხვდნენ, რომ ეს ის ჩვეულებრივი ამბავი არ არის ბავშვი, როცა ტირის, როცა რაღაცას უყურებს. ნუ მამა მიხვდა ეგრევე და მიმაბარა იური ზარეცკის, მაშინ პროფკავშირები ერქვა. იქ ქონდა პატარა კლასი გახსნილი და აქედან დაიწყო ჩემი უპირობო სიყვარული ამ ხელოვნების დარგის მიმართ და აი მადლობა ღმერთს, რომ აი მივაგენი ამ ასაკშივე იმ საქმეს, რომელსაც მე მთელი ცხოვრება დიდი სიყვარულით და დიდი თავგანწირვით მიუძღვნიდი და რაც მე გადამარჩენდა. აუცილებლად და ჩემთან ერთად სხვებსაც რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს არა მარტო ენდორფინები და ბედნიერების გორმონებია, ეს არის ჯანმრთელობა მენტალური და სხეულის. ფორმაშიც ხარ, მშვიდდები კიდეც, შენ საქმესაც აკეთებ, საყვარელ საქმეს ემსახურები, არაჩვეულებრივი. ეს არის ბედნიერება ნამდვილად. სცენაზე როდის დადექი პირველად? რა ასაკში? ალბათ 12 წლის ვიყავი. მენუეტი ვიცეკვე პირველად პუანტებზე ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრში. აი ეს იყო პირველი ჩემი სცენა. და მოიწამლე. და მოვიწამლე. მაგრამ მე სამედიცინო განათლების მიღება გადაწყვიტე, ხო? რატო იცი? იმიტომ რომ ძალიან ისეთი ბავშვი ვიყავი, მორჩილი. და პასუხისმგებლიანი. და თუ რამეს ვაკეთებდი, უნდა გამეკეთებინა აუცილებლად კარგად. ეხლა მე ვერ ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივი მოსწავლე ვიყავი და ყველაფერში მაგარი ვიყავი, მაგრამ ვსწავლობდი, გულდასმით ვსწავლობდი და მშობლებმა გადაწყვიტეს, მაშინ ეს დრო იყო, რომ თუ ბავშვი კარგად სწავლობს, ან სამედიცინოზე უნდა ჩაებარებინა. მოკლედ, სამწუხაროდ ესე თვითონ მშობლები იღებდნენ გადაწყვეტილებას, ბავშვს არ ელოდებოდნენ რა უნდა და როგორ უნდა და მაშინ ეგ დრო იყო. მაგრამ მაინც გადასძლია იმან, რომ ცეკვა ვარჩი, იმიტომ რომ 15 წლის ვიყავი დიდმა ნინო რამიშვილმა რომ მიმიღო ანსამბლში და მივხვდი, რომ მედიცინაც და ცეკვაც ერთად არაფრით არ გამომივიდო და მიუხედავად ისა, რომ ლატავრა ფოჩიანმა ეს შეძლო.
უგანათლებული ქალბატონი ბრძანდებოდა, ფანტასტიკური ექიმი და თან ლეგენდა მეგავარსკვლავი სუხიშვილების. ცეკვავე ხო? ხო. მე ამდენად მაგარი ვერ აღმოუჩდი და იმიტომ რომ ძალიან სერიოზული თავგანწირვა ჭირდება ორივე პროფესიას და მაინც გადაძლია ცეკვამ გადაძლია. მე მოხვდი სუხიშვილებში. მოხვდი დიდ ნინო რამიშვილს შეხვდი. პირველი შეხვედრა ხომ ვერ გაიხსენე. კაბინეტში დამიბარეს დიდ თენგის სუხიშვილთან და იქვე ბრძანდებოდა ქალბატონი ნინოც და პირველი ის იყო რომ სიმაღლე უნდა დაეტოლებინათ. პირველი რაც უნდა გაერკვიათ, ვაკმაყოფილებდი თუ არა იმ მაშინდელ. ეხლა კიდე უფრო მაღალი გოგოები წამოვიდნენ და მაშინ თამრიკო ცაგარეიშვილი იყო საზომი ერთეული, გამოიძახეს დარბაზიდან და დამატოლეს და მახსოვს რომ ესე ქუსლებიდან ჩამოიწია ცოტა რომ ხო და ეს ხო დავინახე პერიფერიული ხედვით და ძალიან მესიამოვნა ეს კოლეგიალობა მისგან და ნინო რამიშვილმა ეგრევე არა უშავს, კიდე გაიზდებაო. 15 წლის ვიყავ. ხო, არა უშავს, გაიზდებაო. ამიყვანეს მე დარბაზში და სავსე იყო დარბაზი მეგავარსკვლავებით, რომლებიც მხოლოდ სცენაზე მყავდნენ ნანახი და აი აღფრთოვანებული ვიყავი მათით და უცბად ვხედავ რომ ეს ხალხი მიყურებს მე გასინჯვაზე. და ნინო რამიშვილმა იქაც უბრძენესმა ადამიანმა ქალღმერთია ჩემთვის იყვარი და იქნება რას იცეკვებ არჩევანი მომცა თავისუფალი არჩევანი. მე ვთხარი აჭარულიც შემიძლია გიცეკოთ და ქართულიც თქო. მე იამზე დოლაბერიძეს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, არაჩვეულებრივი პედაგოგი იყო, გარდა იმისა, რომ ფანტასტიკური მოცეკვავე. და აბა დაიწყეო აჭარული, თომ მითხრა, ვიცეკვე აჭარული, აბა ეხლა ქართულიც ვიცეკვეო, ვიცეკვე ქართული და დამტოვეს ეგრევე ანსამბლში. ერთი წელი უპასპორტო ვიყავი, მე ერთ წელიწადში პასპორტი ავიღე და გამოფორმეს. მე კიდევ ერთი წელი. ეს იყო პირველი გამარჯვება, სერიოზული. ეს იყო ჩემთვის, რა გითხრათ, აბა რაღაც მიუწვდომელს რომ მიწვდები. მიუწვდომელს აბსოლუტურად. ოცნებაც არის და ოცნებაც წარმოუდგენელი. ფანტასტიკა იყო ჩემთვის. და პატარა ვიყავი ანსამბლში, ყველაზე პატარა ვიყავი. და ძალიან მეხმარებოდა ყველა მასწავლიდნენ პროგრამას. ორ კვირაში მომიწია ჩადგომა პროგრამაში, ფილარმონიის სცენაზე გამოსვლა. ეს ორი კვირა არც ღამემძინები, არც დღე. დაფრინოთ. აი, ვიცმევდი, ვიხდიდი გონებაში, კოსტიუმში, სად რა უნდა გამეკეთებინა, სად რა აჟრელია, სად რა ჩიხტი კოპი, სად რომელი ფეხსაცმელი უნდა ჩამეცო. მოკლედ, სერიოზული სტრესი იყო, მაგრამ ეს სულ იყო ისეთი ბედნიერების შეგრძნება ამ პეპლებთან ერთად და ყველაფერთან ერთად, რომ არ ვიცი, რომ ახსენდება ეხლაც მბურძგლავს. პირველი ცეკვა რა იყო? პროგრამა, სუხიშვილების აკადემიური ანსამბლის კლასიკური პროგრამა. უფმაც ეგრეს კარგად მიგიღო, ხო, როგორც არაჩვეულებრივად, აი ყველა მეხმარებოდა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ რამიშვილმა კი მითხრა ქალბატონმა ნინომ, რომ მოსვლა ანსამბლში ადვილია, დარჩენა რთულია. თუ კოლექტივი არ მიგიღებსო, მე ვერაფერს ვერ ვიზავ. აი პირდაპირ ეს სიბრძნე მითხრა და ეს უმიტრიალებდა თავში, სულ იხარშებოდა ეს ჩემში, რომ თავარი არის საზოგადოება, რომელთანაც ერთად მუშაობ. რამდენი წელი იყავი სუხიშვილი? ზუსტად 30 წელი. 30 წელი ვიმუშავე ამ ფანტასტიკურ კოლექტივში და ვიმოგზაურე, ვიცხოვრე. სავსე გემრიელი ლამაზი ცხოვრებით. ეს იღბალია. ეს წყალობაა ღმერთის ნამდვილად. და ყველას იმ შურს, ვინც ახლა მიდის ანსამბლში, იმიტომ რომ ახლა კიდე უფრო გაიზარდა ეს ანსამბლი მისი პროგრამებით, მისი მენიუ როგორც ითქმის. ისეთი მრავალფეროვანია, რომ შეიძლება ვერც დაეწიო კლასიკური, თანამედროვე, რამიშვილები, რა ვიცი, ისეთი სასწაული პროგრამა შექმნა
ილიკო სუხიშვილმა და იმ ხელა ზღვა ინფორმაცია რომ აი ესეთი სახელი გააქვს საქართველოს სასწაული ხდება ნამდვილი ელჩები არიან საქართველოს გეთანხმები სრულიად აი ამდენი მოგზაურობიდან ამდენი კონცერტი და რამე გამორჩეული ხო არ გახსოვს საერთოდ პირველი გამახსოვრდება ყოველთვის ხომ მაგრამ აი გავლენა რომ მოახდინა ან რაღაცა ისეთი იყო განსაკუთრებული რა ვიცი ჩემთვის ყველა კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანი გინდა ჩხოროწყურში გვეცეკვა და გინდა ლასკალაში რა ვიცი ყველას ისეთ მნიშვნელობას ანიჭებდნენ თვითონ ნინო რამიშვილი თვითონ თენგიზ სუხიშვილი თვითონ ილიკო სუხიშვილი და ნინო სუხიშვილი რომ ვერ განასხვავებ საქართველოში ცეკვავ თუ საზღვარგარეთ უბრალოდ განსხვავება იმაშია რომ საზღვარგარეთ მაყურებელი პირდაპირ გახსნილი მოდის პირდაპირ აქ უფრო კრიტიკულია აქ მოდის მაყურებელი უფრო შემფასებელი გამომცდელი თვალით ხო გამოცდილი თვალით და აბა სადმე რამე არ შეგეშალოს და მოკლედ მაგრამ გარდატეხა მოხდა მაინც რთული იყო ახალს რთულად იღებს მაყურებელი ქართველი ძალიან რთულად იღებს მაგრამ თუ შეიყვარა უყვარს ბოლომდე გენატრება სუხიშვილების პერიოდი სულ დღემდე სიზმარში ვცეკვავ სიზმარში რეპეტიციაზე დღემდე სულ იქوار ერთადერთი რამაც მიშველა რომ იმ საქმეს ვემსახურები ახლაც რასაც მაშინ ვაკეთებდი და ეს კომპენსაციას აკეთებს იმიტომ რომ როცა ცეკვავ როცა აგრძელებ იმ ტემპორიტმით მუშაობას რასაც მაშინ აკეთებდი მართალი ახლა ოვაციები აღარ არის მოგზაურობა აღარ არის დრაივი აღარ არის რაც იყო მაგრამ ეხლა გადავერთე იმაზე, რაც მე მავსებს და თითოეულ რეპეტიციას როგორც კონცერტს ისე ვცემ. კი, თედაზე ვისაუბრებ, კიდევ უფრო დეტალურად. ეხლა მაინტერესებს დადგა დრო შენს ცხოვრებაში, როცა მოგიწია სცენის და სუხიშვილებს გულისხმობ დატოვება მოგიწია. რატო? აღთქმა დავდე. არ შემეძლო, რომ დამერღვია. იმიტომ რომ მეოთხე შულზე რომ დავფეხმძიმდი, მე-12 კვირაზე მითხრეს, რომ დაუნის სინდრომი აქვს ბავშვსო. ერთი კვირა გავშეშდი, ნამდვილი გაძეგლება დამემართა, არც ცრემლი მდიოდა, არ ვიცოდი რა მექნა. მაგრამ ერთი ის კი ვიცოდი, რომ ეს ბავშვი უნდა გაჩენილიყო. 9 თვე ყველა გარშემო მეუბნებოდა რა ძალა გედგა, 3 ჯამრთელი შვილი ყავს, რა თქინდოდა, ეს პრობლემა რატო აი კიდე ძალით და რაღაცა მომენტში დავმშვიდდი, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ეხოსკოპია, ყველა სისხლის ანალიზი, ერთჯერადი, ორჯერადი, სამჯერადი, 4ჯერადი ტესტები გერმანიაში გაგზავნით, 80% დაუნის სინდრომი არის და 20%-ზე ვერაფერს ვერ ვიტყვით. აბსოლუტურად ყველა ამას მეუბნებოდა და გულში რო იტყვი, ხო იცი შენთვის რომ ღმერთო, ოღონდ ყველაფერი კარგად იყოს და რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ცხოვრებაში, დავთმობ. იმას დავთმობ. ნება შენი იყოს, მაგრამ ჩემგან აი ამ მსხვერპლს გავიღებ, თქო და გაჩნდა 4 და 600, 15 წუთში გაბრიელი აბსოლუტურად ჯამრთელი 10-დან 10 ქულა აიღო ჩემმა გაბრიელმა და როგორც კი ცოტა წამოვჩიტე გავიქეცი იმ ექიმთან ვინც მითხრა პირველმა რომ ეს საშიშროება არისო და მივდივარ რესეფშენში ბავშვით რომ ვაჩვენო რომ შეგეშალა ნახე ჯამრთელია აბსოლუტურად ჯამრთელია და მითხრეს რომ ეს ბიჭი გარდაიცვალაო რაო გარდაიცვალაო ის ექიმი ეხოსკოპისტი რომელმაც ესია და როგორ გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი აი ესე დაიძინაო და აღარ გაიღვიძა და იქ მივხვდი რომ რამხელა მნიშვნელობა ყოველ დილით თვალს რო გაახელდა ცოცხალი ხარ და ყოველ დილას ვიწყებ მადლობა ღმერთო რომ თვალი გავახილე და უკვე ბედნიერი ვარ ხვდები აი ესეთი ამბავი მოხდა. ანუ ეს შეცდომა იყო ეს იცით რა მე ვთვლი რომ შეცდომა არ იყო.
შეიძლება იყო კიდეც, არ ვიცი. იმ 20%-მა და შენმა? მთავარია, რომ მე ამ გამოცდილებას, ამ გამოცდას და ამ სტრესს, განცდას, ნერვიულობას 9 თვე ცოტა ხო არ არის. გაუძელი მხოლოდ ღმერთის რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად. მივენდე ბოლომდე. ხო და მადლობა ღმერთს ამისთვის, იმიტომ რომ ესე რომ არა, რომ გავაჩინე გაბრიელი, გულზე რომ დამაწვინეს, პედიატრი შემოვიდა ბავშვს, ვინც იბარებს. და რომ დახედა ბავშვს და ათვარიელებს, აუტყდა ისტერიული ტირილი ამ გოგოს და მე ახალ ნამშობი არ ვისა და ჩოქში ვარ და ვეკითხები რა გჭირს მეთქი და ზუსტად იგივე დიაგნოზი მქონდა თეარად შენო და მე ვერ გაუძელიო და აბორტი გავიკეთეო და ისე ტიროდა. აქეთ მე ვამშვიდებდი რომ რაღაცნაირად დაწყნარებული იყო. ძალიან განიცადა ამ გოგომ ეს ყველაფერი და მეც ძალიან განვიცადე მასთან ერთად. ჯანმრთელი ბავშვი მომიკლიაო ესე მითხრა. მოკლედ ყველაფერი ნება უფლის და ღმერთის წყალობა. მან ღმერთმა შეიწირა, იცოდა მე როგორ მიყვარდა ის საქმე, რასაც სოხიშვილების აკადემიურ ანსამბლში ცეკვა ქვია და ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ. მე არა. ღმერთთან ერთად შეუძლებელ შეძლებდა. მარტო ადამიანი არაფრის მაქნისი არ არის. მარტო ცუდია ჩვენში, მარტო ღმერთი შეიძლება არა ხო, მაგრამ თვითონ გადაწყვეტილება ამაზე მეტყვი. ხო, აი ამაში ძალიან დამეხმარა. მე უფე დიმიტრი შიოლაშვილი გვერდში დამიდგა ძალიან მითხრა რომ თეა როგორიც არ უნდა გაჩნდეს, თუ პრობლემა გექნება მე გაგიზრდიო. ეს იმხელა ძალა იყო. და იღუმენია სიდონია დარჩიამ, რომელიც არ ვიცი, იქ ერთი არ მიმშობიარია იქ დედაოსთან, თორე იქ გავზარდე ჩემი იოანაც და გაბრიელიც და სიმშვიდეში და აი სიყვარულში და ბედნიერებაში ვიყავი სულ. მოდი აქვე შვილებზე მომიყევი. არაჩვეულებრივი 4 შვილის დედა ხარ. მადლობა ღმერთს, ხო. უკვე ბებიაც. ამაზე მერე. უკვე ბებიაც, ხო. როგორი დედა ხარ? უკვე ხვდები, ვიცი, მაგრამ მაყურებელს იცი რა, რამეს სულ ვამბობდი, რომ ცუდი დედა ვარ, მაგრამ მე მივხვდი, რომ არც ისე ცუდი დედა ვარ, უბრალოდ სხვანაირი დედა ვარ. 3 წლამდე ვარ აი გადაფოფინებული ისტერიული დედა და 3 წლის მერე რაღაცნაირად ვუშვებ ჩემ შვილებს და როგორც ტოლს და სწორს ისე ვექცევი. არ შემილია მე სხვანაირად. რახან ჩემი შვილია ვერ ვუკირკიტებ. უბრალოდ რჩევას ვაძლევ, ვეხმარები, რაშიც სჭირდება გვერდში უდგავარ, მაგრამ აი ეს ჩაფრენილი დედა არა ვარ. როგორც საკუთრებას ისე? არა, არ ვთვლი, რომ შვილი შენი საკუთრებაა. შვილი ეს არის ადამიანი, რომელიც ცალკე პლანეტაა და რომელსაც სიცოცხლე უნდა მისცე, თუ ამის მადლი გაქვს და მე მაქსიმალურად ხელი შეუწყო, რომ კარგი ადამიანები გაიზარდონ. კეთილი, კაცთმოყვარე, ლამაზი სულის პატრონები. ასეთებიც არიან, მე რამდენადაც ვიცნობ. მადლობა ღმერთს. და მადლობა ჩემს მეუღლეს. აბარა. მადლობა ჩემს მეუღლეს, მე ვთვლი რომ მე მყავს წმინდანი მეუღლე ოფიციალურად. საოცარი ადამიანი, რომლის გარეშეც მე არ ვიქნებოდი არც ერთ ვერსიაში და არც 4 შვილი მეყოლებოდა და არც ოჯახი არ მექნებოდა. საოცარი მეუღლე მყავს. ელგუჯა მათიაშვილი, აი საოცარი. ამ ადამიანმა საკუთარი თავი წაშალა მთლიანად და მიუძღვნა ოჯახს და მე. მოდი აქვე მეუღლეზე კითხავ. თავის დროზე, როგორც ვიცი, გუჯასთან ურთიერთობა შენი ინიციატივით დაიწყო. და გაგიმართლა. ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, არის და ალბათ იქნება კიდე რაღა შეცვლის იმას. უბრალოდ მე დავინახე მასში ადამიანი, რომელიც შეძლებდა ყოფილიყო ჩემი ქმარი. ხვდები, როგორი ეგოისტური ნათქვამია. იმიტომ რომ არ ვარ იოლი თან ესეთი ფანატიკურად შეყვარებული პროფესიაში მე ვერ დავთმობდი პროფესიას მეუღლის გამო, რომელიც ერთ დღეს გამომიცხადებდა, რომ აღარ იცეკო ან ასე შემდეგ. ხვდები და დღემდე ოჯახი არ მექნებოდა ალბათ.
ხდები ეს მისი დამსახურება ყველაფერი. კარგი შვილებიც, ოჯახიც და ყველაფერი ერთად. ხო, იმიტომ რომ ძალიან ძნელი გასაძლები იქნებოდა. შენ თვეების განმავლობაში გიწევდა ოჯახის დატოვება და გასტროლებზე. აქაც რო ვიყავი 24 საათის არეპეტიციო და რეპეტიციის მერე კონცერტი, ანუ აქ იყავი თუ იქ იყავი, მნიშვნელობა არ ქონდა. სულ ამ საქმეში იყავი. და მთელი ეს ტვირთი იყო გუჯა თუ კიდევ ვინ გეხმარებოდა? ჩემი დები, გუჯა, სანამ დედა ჩემი ცოცხალი იყო, მანამ დედაც, რა თქმა უნდა, მაგრამ 100%-ით გუჯა. კი. და მადლობა მას აქედან მისთვის ყველაფრისთვის, ამისთვის. დიდი მადლობა. ძალიან კარგი. ხო. ბებია როგორი ხარ? ეს ვაფშე ცალკე თემაა, იმიტომ რომ რახან მე ბებიობის ასაკში გავაჩინე ეს ორი ცალი, ფაქტიურად. ეხლა ვარ ბებო გენაცვალოს, დედა გენაცვალოს ამბავში ვარ. ხანდახან შეცვალა ბებიობა? ვერა, ვერც დედობამ ვერ შემცვალა, ვერც ბებიობამ ვერ შემცვალა, მაგრამ რა მემართება, იცი, სიარული მავიწყდება ბავშვი ხელში რომ იჭირავს, მაკანკალებს, ფეხები მიკანკალებს, რაღაც სხვანაირი პასუხისმგებლობაა, რო უყურებ, რაღაც სასწაულია, მისი ფეხმძიმობა მარიამის ისე განვიცადე, არ ვიმჩნევდი ოღონდ საერთოდ. შობიარობაც ისე განვიცადე, რომ აი ყველაფერი ისე განვიცადე, გეგონება ეხლა მე ხუთე შვილი გავაჩინე, მაგრამ ამასაც არ ვიმჩნევ. და ესე კვირაში ერთი დღე მაქვს, კვირა დღე, გავრბივარ და ვეფერები და ისიც ხელების და ფეხების კანკალით, რომ რამე არ ვატკინო, რამე არ შემეშალოს, იმიტომ რომ მარიამი აღმოჩნდა ნამდვილი გადარეული დედა. უნიკალური დედა. ანუ რაც მე მოვაკელი მარიამს თავის დროზე, ყველაფერს კუბში აყვანილს დებს თავის შვილში. რა მოაკელი? შვილი სულ რო გამოკერებული ყავდეს ფეხთან, მაინც რაღაცას აკლებ. მე ესე მგონია, მაინც სულ რაღაცა მაინც უაკლებ რაღაცას, არ ვიცი რა ქვია მაგას, მაგრამ მთლიანად გინდა რომ მთელი შენი ცხოვრება მიცე და ერთ დღეს მოგზაურობიდან ჩამოდიხარ და ტირის ბავშვი და გინდა რომ აი ყველაფერი მისცე იმის კომპენსაციით და ბავშვი გეუბნება შენ არა მამა. და აი იმდენი ხანი არ უნახე ხარ რომ შენ ალა მამა რომ მითხრა და აი მოუკვდი იქ გავფუჭდი უბრალოდ გავსკდი ტირილით, მაგრამ მე ნუ რასისა. მირიანი კიდე 6 თვის დავტოვე და ჩამოვედი უკვე 6 თვის მერე მოგზაურობის მერე და დედა წამოდედა გაჩვენო და ჩემს საკუთარ ფოტოსთან მიმიყვანა. როგორი გადასატანია. აი ხო. დედა მეუბნება. ძალიან რთულია, ძალიან ბევრი სტრესია. არ არის ადვილი ეს ყველაფერი, როცა გინდა კარგი დედაც იყო, კარგი პროფესიონალიც იყო, იმასაც, ამასაც ყველაფერს ერთად ახერხებდეს. მე შენზე გადმოდის ეს მძიმე ჯვარი. ანუ შენს პროფესიულ წარმატებას მძიმე ემოციური ფონი რა თქმა უნდა, შენს ხო იცი ყველაფერი. კი, შეგიძლია ჩემი შვილი თეატრს ვერ იტანს დღემდე, იმიტომ რომ სულ რეპეტიციებს. ჩემ გოგოებსაც ჰქონდათ პროტესტი ცეკვის მიმართ, მაგრამ მე მიხვდნენ ყველაფერს. პროფესიაზე ეჭვიანობს ალბათ, ხო. იმ დროზე, რასაც შენ მასაკლებდა პროფესიასაც. ის უფრო გიყვარს ვიდრე. ხო, ეხლა დღემდე მეუბნებიან ჩემი შვილებს, შენი საქმე უფრო გიყვარს ვიდრე ჩვენო. ესე გამოდის. რასაც მე დროს უთმობ, ის უფრო გიყვარდება, მაგრამ მე იმას კი არ ვამბობ, რომ შვილები ნაკლებად მიყვარს, უბრალოდ ესენი ესე გრძნობენ და ეჭვიანობენ. აი შენი საქმის სიყვარულს რას გაუტოლებ? ვერაფერს. ცეკვა და ოჯახი ერთმანეთის ტოლია? რა თქმა უნდა. ტოლია და სწორია. მაგრამ ამას მე ხვდები, რაც უფრო დრო გადის. თავიდან ავტომატურად ხდება ყველაფერი, აი როგორც გეძლევა რაღაცა იოლად, გონია რომ ეს იოლი ამბავია და ეს ესე უნდა იყოს, აბა რა, სხვანაირად არ არსებობს. და მე ფას რო ადებ ყველაფერს, მე ხვდები რომ ეს სულაც არ არის ესე, შე როგორ გონია, ეს სერიოზული მსხვერპლშეწირვაა. რაღაცა სხვადასხვა ფორმებით, რა თქმა უნდა. სხვადასხვა გზებით და სხვადასხვა მომენტებში და სხვადასხვა განვითარების, პიროვნული განვითარების ეტაპებზე სხვადასხვანაირად გრძნობ ამას ყველაფერს, უფრო მძაფრად, უფრო აფასებ ყველაფერს, უფრო ფასადებ და უფრო მძაფრი ხდება ყველაფერი. თეა ულამაზესად ცეკვავს მარიამი. ხო. ვიტყოდი რომ არანაკლები პროფესიონალია, არავის ზე
ძალიან კაი. მეც ეგ მინდოდა ზუსტად. რაღაც პერიოდი ერთ-ერთაც მინახი ხარ სცენაზე. ხომ არ გიეჭვიანია, როგორც მოცეკვავეზე? ой, მე ღმერთმა დაიმფარო შუზე რომ ვიეჭვიანო, მაგრამ ის მომენტი იყო, რომ არა, პროფესიულ შურდა. ხო. შურდა, იმას ეკავდა, რაზეც მე ვოცნებობდი, რომ ეცეკვა. იმას ეკავს, რაც ჩემი ჰაერია, უბრალოდ. და რო ვუყურებ, რაღაცნაირად მე თვითონ ვიკმაყოფილებ იმ დანაკლის, რა ეხლა ვეღარ ვცეკვავ, აი, რო უყურებ ისე სიამოვნებს, გეგონება, აი, მოლეკულურ დონეზე მეც იგი იქ ვარ. მასში ვარ, მასთან ერთად ვარ. და ეს კომპენსაციას აკეთებს სერიოზულს. გაგრძელებაა შენი ცხოვრების. ხო, ისეთი ლამაზი შლეიფია. კი. ძალიან. და თან ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, რომ ყველა მეუბნება, რომ აი შენი ჩრდილიდან გამოვიდა. მარიამი აღარ არის თეადარჩიაშვილი, მარიამია და ეს არის გამარჯვება და ეს არის ეს საამაყო ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება, რომ ჩემმა შვილმა ისეთი ძლიერი გოგო გაიზარდა, რომ შეძლო ეს და დაიმკვიდრა თავისი სახელი. სახელზე არ არის, აქ იმაზეა, რომ რთულია, როცა დედას გადარებენ, რაც შენ კარგი ხარ, მაგრამ დედა, აი ეს მაგრამ კარგა ხანს ტკიოდა მარიამს. მე ვერ მხედავენო, სულ შენთან არის შედარებაო და ჩვენი ერთ დღეს პირიქით მოხდა. ეხლა მე ვარ მარიამის დედა. და ეს მე მაბედნიერებს მავსებს და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ბუნებრივია გაგაბედნიერება. აბარა. შენ მშობლებზე მინდა რომ მომიყვე. სასწაულები მყავდნენ. ნეტა იმის მეასედი შემძლებოდა, რაც მათ გამიკეთეს მე. უნიჭიერესები, ულამაზესი, მხატვრები, მოქანდაკეების, აი ღია რაღაცა პროგრესულად მოაზროვნეები. სუსტუმრები სახში, სუფრები, სუქეიფი, სიყვარული, მოგზაურობა. ესეთი ამბავი იყო ჩვენთან სახში ბახტრიონზე. კარები არ იკეტებოდა საერთოდ არასდროს. მახსოვს სამზარეულოში გათბობის მილი გადიოდა და გაცვეთილი იყო ეს მილი, იმიტომ რომ აკაკუნებდა ხოლმე. 9 სართულიანი სახლი ჰქონდა და დედა რო დააკაკუნებდა გათბობის მილზე მთელი 9 სართული ჩამოდიოდა ჩვენთან, ანუ ეს ყავის დაძახება იყო. დაძახება იყო და ვისაც ეცალა ჩამოდიოდა. კაი რა, მაგალითად ყავას და ოღონდ ბავშვებს არ ქონდა უფლება იქ შესვლის. ეხლა რო აი ცხვირში გიყურებენ, ეგრე არ იყო. უფლება უნდა მოეცათ, რომ უფროსებთან ერთად ჯდარიყავი და მოგესმინა, ხო. ანუ ბავშვი თუ შემოდიოდა უფროსების სივრცეში, უფროსების სხვა დონეზე იწყებდნენ საუბარს და სხვა ლექსიკით და ცალკე რო შეიკეტებოდნენ, ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენი ყურისთვის ეს ჯერ ძალიან ადრე იყო. შენც ესე არ იყავი? ხო. ჩვენ თავს. ხარ, აი შენი მომავალი გარკვეულწილად ალბათ განსაზღვრა, ხო? შენი მშობლების აი ხელოვანმა ოჯახმა რა თქმა უნდა. ამ შეკრებებმა და რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვხატავდი თურმე ცუდად, არ მოვინდომე მხატვრობა, ჩემი დები, ბიძები, ყველა აბსოლუტურად მხატვრები არიან ჩემ ოჯახში. მე არ მოვინდომე მხატვრობა, იმიტომ რომ ძალიან შევიყვარე ცეკვა. ხო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახში, როგორ ოჯახში იზრდება, ხო. იცი სილამაზის აღქმის უნარს, პლასტიკას, ეხლა ქანდაკება იგივე პლასტიკა წამში გაჩერებული, ხო? აი ეხლაც რო ვათვალიერებ მამა ჩემის ქანდაკებებს, ნუ აი მაგიტომაც არაჩვეულებრივად ცეკვავდა ჩვენთან სულ ცეკვას სიმღერა იყო ოჯახში და დამაყენებდა მაცეკვებდა ხოლმე და ეს ულვაშებში ღიმილის სახით რომ მიყურებდა ისე მსიამოვნებდა მამიკოს ღიმილის ყურება. ტრაგიკულად დაკარგე მშობლები. მამიკო ტრაგიკულად, დედიკოც ტრაგიკულად, იმიტომ რომ ახალგაზრდები იყვნენ. მე ვიყავი 25 თუ 26 წლის ბათუმში გასტროლებზე ვიყავი და ჩამომაკითხა მეუღლემ გუჯამ, მამა ფეხი მოიტეხაო და სამავთყოფოშიაო და შენი ნახვა უნდაო და სასწრაფოდ ჩამოვედით თბილისში, შევდივარ ჩემთან სახლში და ვხედავ მამას კუბოში. აი იქვე ადგილზე თუ გული არ გამისკდებოდა არ მეგონა. თურმე ყიფშიძეზე თავის სახელოსნოში, მხატვრების სახელოსნოში თავისივე შექმნილი მარმარილოს ქანდაკება დაეცა და ადგილზე გასრისა. აურასა შინელება. 59 წლის იყო. და ესე გარდამეცვალა მამა, მერე დედა ამერიკიდან ჩამოვიდა ემიგრაციიდან და
იმავე სახელოსნოში გარდაცვლილი ვიპოვეთ სააბაზანო ოთახში. ორივე შეშინოდა სიბერის მახსოვს ბავშვობიდან და ორივე ასე ვთქვათ სცენაზე გარდაიცვალა იმავე სახელოსნოში, სადაც ქმნიდნენ თავიანთ შედევრებს. მაგრამ მე გარდაცვალებას ცოტა უფრო სხვანაირად ვუყურებ. აი ბავშვი რო ხარ და რაღაცა გინდა რომ გააფუჭო, მამას ხო ემალებიან დედას, ხო? და როგორც კი მამა გარდაიცვალა, მივხვდი რომ ვერსად ვეღარ დავემალები, სუაქარი. და ანუ გარდაცვალება პირდაპირ ის სიტყვა, რომელიც ქართველებს გვაქვს არაჩვეულებრივი, ანუ სახეიც, ანუ განთავის უფრო აქ არის, უფრო შენთან არის. უბრალოდ წავიდა სხვა სამყაროში. იქ სადაც უკეთესად არიან. ფარველი ანგელოზები არიან. ნამდვილად. და მე ამას უგრძნობ. იმდენად რომ სასაფლაოზე არ მიყვარს მისვლა. იმიტომ რომ ფაქტის წინაშე არ მიყვარს დადგომა ცუდად ხვდები. მაგრამ რამდენი ტაძარში შევდივარ, იმდენი ზუსტად ვიცი რომ ისინი ჩემთან ერთად არიან. აბარა. იქ ზღვარი არ არის ამ ორ სამყაროს შორის. მოდი ახლა თედასზე გადავიდეთ. კარგი. სუხიშვილებიდან წამოხვედი და შენ თვითონ შექმენი შენი ახალი ცხოვრება ნოლიდან ფაქტიურად. მომიმყევი. ეს დაიწყო 90-იანი წლებში. უფრო სწორად ავსტრალიიდან ჩამოვედით, რომელი წელი იყო, არ მახსოვს, 6 თვიანი ავსტრალიიდან ჩამოვედი და დიდმა თენგიზ სუხიშვილმა 10 გოგო მომაბარა. ეს გოგოები მომიმზადეო ანსამბლისთვისო. მთელი ანსამბლი 6 თვიანი მოგზაურობის მერე მთელი აგვისტო გაუშვეს დასასვენებლად, მე მთელი აგვისტო ყოველ დღე აპანაკება სიცხეში მუსიკოსების გარეშე ტაშით ვასწავლე ამათ გოგოს 2 საათიანი კლასიკური პროგრამა სუხიშვილების. სექტემბერში გამოვიდა მთელი ანსამბლი და შემოწმება ახლა ამ გოგოების. 10-ვე დაიტოვა ნინო რამიშვილმა ისე რომ ერთი შენიშვნაც არ მიუცი არც ერთისთვის და 10-ვე პირველსავე მოგზაურობაში წამოიყვანა. აი მე თედასის ათვლის წერტილი იქიდან რახან ამხელა ადამიანმა მომანდომა ეს გოგოები და რადგან ჩემი ამ შრომამ ასეთი ნაყოფი გამოიღო, ვთვლი რომ ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა იწყება აი აქედან. მერე 90-იანებში ფული იქცა, უხარისხო ქაღალდად კუპონებას და მივხვდი რომ მარიამი მყავს, საჭმელი არ არის, სასმელი არაფერი არ არის, შუქი არ არის, გაზი არ არის, არაფერი არ არის, უკუნითი სიბნელე და მივხვდი რაღაცა უნდა მოვიმოქმედო, თორე ვერ გადავრჩებით და იქ მამაჩემის იმ სახელოსნოში, სადაც მამიკო გარდაიცვალა, პატარა სტუდია გავხსენი, 2-3 გოგოთი დავიწყე. ავედი 200-ზე. იქ აი ამ ერთი წუთქანაში 60 კვადრატულში. დავიწყე. მერე არსენა მათიაშვილმა, ჩემი გუჯას მამიკომ ერთმანეთელში აღმყოფოს მისი ლამაზი სული, არაჩვეულებრივი პიროვნება, ჩოხების კონსტრუქტორი, საოცარი, გმირი, მე რომ მკითხოთ, ადამიანი, აგვიშენა მე და გუჯას სახლი ყიფშიძეზე და ერთი სართული მთლიანად სტუდიად გამიკეთა. იქ გადავედით მე ყიფშიძიდან გადავედით და იქ უკვე კიდე რო გაიზარდა სტუდია, მივხვდი რომ ესეც უკვე პატარაა და გადავწყვიტე ჩემივე ყიფშიძეზე, ჩემივე სახლის გვერდზე პატარა მიწის ნაკვეთი იყო, ჩემივე მიწის. და მაშინ მითხრა არსენამ რომ ესო ჩაჭერიო ეს მიწაო და ისეთი სტუდია გააკეთო რომ მიწაში ჩადგა და გარეთ გაწიო. სხვათა შორის არსენას იდეა იყო ეს არაჩვეულებრივი პროექტი. ძალიან ლამაზი. ხარ როგორ ჩანს ქვემოდან და არაორდინარულია, ძალიან არაორდინარულია და ეს არის უკვე საკუთრება, რომელიც ემსახურება ძალიან ბევრ ქართველ გოგოს 4 წლის ასაკიდან პლუს 60 გოგოებიც მყავს სხვათა შორის და ისეც ეკავენ შეფასება, კიო. ახალ ცხოვრებას იქ იწყებენ ისინი და ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ჩემ ბედნიერებას უზიარებ სხვებსაც და თან ჯანმრთელობას და
სიყვარულს ამ ხელოვნების დარგის მიმართ და მე მიდიან სუხიშვილებში, სხვადასხვა ანსამბლებში, ესე ბუდეში ვზდიგოგოებს, მე ბუდეს ხო გავს ისედაც ეს თედასი და მე გადაფრინდებიან ამ ბუდეთს. იბარტყებენ და ხო და მე ვარ მათთვის ათვლის წერტილი და მე იწყებენ და იპყრობენ ფანტასტიკურ მწვერვალებს. შენ თვითონ აი რას გაძლევს მომავალ თაობასთან კონტაქტი? სიცოცხლის ძალას. იმიტომ რომ ბავშვები ეს არის უპირობო სიყვარული. უპირობო ყოვლად. უბრალოდ უყვარხარ, ეგრევე უყვარხარ. არ ჭირდებათ მათ არაფერი. ესმით არაჩვეულებრივად ისიც რომ შენიშვნა აუცილებელია ცეკვის სწავლისთვის. აი ყოფილა შემთხვევა რომ დედას უკითხია თეამო შენიშვნა რომ მოგცაო, არ გეწყინაო და ბავშვის პასუხი საქმე სჭირდება. კი, აი ესე. საქმეს ესე ჭირდება. მე კი არ მაძლევს შენიშვნას, საქმე სჭირდება. და მომწონს რა ეს სწორი დამოკიდება. ხო. და ძალიან სწორად აზროვნებენ. ამბობენ რომ კაცრი ხარ ისე არა? მომთხოვნი. მე როგორც გამზარდეს ისე ვზდი, იმიტომ რომ სხვანაირად არ მუშაობს ეგო, შენ ხო იცი. არ მუშაობს სხვანაირად. თუ არ მოთხოვე არაფერს არ მოგცე. ცეკვას მე მახსოვს ქალბატონი ნინა რამიშვილის ეს იმკაცრე და ეს მომთხოვნი ის ქონდა და ახლა როცა საქართველოს სახე ხარ, კი. როცა საქართველოს სახე ხარ და ვალდებული ხარო გაიტანო შენი ქვეყნის სახელი გარეთ და საუკეთესო ვერსიით დადო, იქ მომთხოვნი უნდა იყო აუცილებლად, აბა რა სხვანაირად რანაირად. მახსოვს შარლ დე გოლის აეროპორტში ჟვაჭკას ვღეჭავდი და ისე გამებუტა რომ ერთი თვე არ მელაპარაკებოდა ნინო რამიშვილი რომ რა არისო ეს ჟვაჭკა რა არის ესე დეტალებსაც კი ქონდა აწყობილი ყველაფერი დეტალებსაც კი მნიშვნელობა ქონდა და სწორი იყო აბსოლუტურად ყველაფერში და რაც დრო გადის უფრო ვეთანხმები თითოეულ სიტყვაში თითოეულ შენიშვნაში თავად კაცრის სკოლა რო გაქვს გამოვლელი ახლაც შენ სიმკაცრე ერთია მომთხოვნილობა მეორე. როცა ამდენს დებ საქმეში იმის გაფუჭების უფლებას ვერ აძლევ სხვას მე რეიოლად რა. როცა ცხოვრება შეწირავ რაღაცას. ხო. მე უბრალოდ თან შედეგიც არ იდება და იყავი რბილი და ეფერე და იყო. ხო, მაგას ვამბობ, ხო, რა კარგია და ბავშვს უნდა მიაჩვიო ტყუილს, თავის მოტყუებას თუ მიაჩვევ ბავშვს, მე ის მთელი ცხოვრება ტყუილში იცხოვრებს. უნდა შეაქო იქ, როცა იმსახურებს შექებას. და არა უბრალოდ ესე აქო დაადიდო და არაფერში არ ეწეროს მისი ნამუშევარი. მე მაგას ვეუბნები ჩემ გოგოებს, რომ არ შეგაქებთ დაუმსახურებლად, რომ არ ისწავლოთ თავის მოტყუება. უნდა იყო ობიექტური საკუთარი თავის მიმართ და კრიტიკული უნდა იყოს საკუთარი თავის მიმართ. სხვა შემთხვევაში ვერ გაიზრდები. ერთ წრეზე ივლი. შენ თვითონ ხარ კრიტიკული საკუთარი ძალიან. იმდენად რომ ბევრ შემთხვევაში ხელს მიშლის ეს. მაგრამ რა ვქნა ეს უკვე ჩვევაში გადამივიდა ცხოვრების სტილია ჩემი. ხო, იმიტომ რომ რაც არ უნდა, მაგრამ მაქონ მე ხო ვიცი რომ ვერ ვქენი, ისე როგორც საჭირო იყო. შენც ესე ხარ. ზუსტად ვიცი. როდესაც წარმატების პიკში იყავი, ღებულობდი მაშინ კრიტიკას? მაშინ უფრო ვეხვეწებოდი ყველას, რომ გეხვეწებით, შენიშვნა მომეცით ხალხია. რამე მითხარით, გამისწორეთ რამე. და სხვათა შორის ნინო რამიშვილი იყო ერთადერთი, ვინც ყველა დეტალს ხედავდა. აი რაღაცა რო თქვა პირველ განყოფილებაში შეგშლოდა, აუცილებლად კონცერტის ბოლოს იყო რეზიუმე კონცერტის. და გონია რომ აი მორჩა გაიარა, ვერ შეამჩნია, ნორას უკაცრავად. აი კონცერტის ბოლოს იმ რეზიუმეში გეტყოდა, რომ იქ ფეხი ისე არ მოღუნე, როგორც საჭირო იყო. იქ თითი ისე არ გეჭირა, როგორც საჭირო. იქ არ იცინოდი ისე, როგორც საჭირო. მიმიკა არ გე აი რო იცი, რომ ესე დეტალებზე ხარ მიბმული, რაც ქმნის მერე დიდ ხელოვნებას და მაღალ ხარისხს. იქ უკვე ყველა დეტალში ხარ ჩაკერტებული და ეს ჩვევად გადაგდის მერე და მე ვაკეთებ საკუთარ თავსაც თხოვ მე ძალიან და ესეც ჩვევაში გადაგდის კუბოს ფიცრამდე რომ მოთხოვო შენ თავს სულ ყოველთვის მაქსიმუმი რაც შეგიძლია და არ შეგიძლია ძალიან ხშირ შემთხვევაში ლოგინდა ნადგომაც აღარ მინდა ეს ბოლო პერიოდი მაგრამ არა უნდა ადგე უნდა აკეთო უნდა აკეთო უნდა აკეთო უნდა აკეთო უნდა გააგრძელო კეთება 60+ ქალბატონები ახსენე ხო.
ცალკე ჯგუფი გააკეთე, ხო, მათი? როგორ ფიქრობ, ცეკვის შესწავლის სურვილი, რატო უჩნდება? სხვადასხვა არის, ინდივიდუალურია. ყველა ადამიანს თავისი მიზეზი აქვს. აი ძალიან ბევრია რომ ბავშვობაში მინდოდა არ მემიყვანეს მშობლებმა. ძალიან ბევრია რომ ოცნება ჩემი აუხდენელი ოცნება და ეხლა მაინც ავიხდენ. ბევრია რომ გააჩინა ერთი, მეორე, მესამე არ ეცალა არასდროს საკუთარი თავისთვის და ეხლა გააჩინა ვალმოხდილი ერისა და ბერის წინაშე და ეხლა საკუთარი თავისთვის უნდა რომ იცოცხლოს და იარსებობს. ძალიან ბევრია რომ წონის დაკლება უნდა მაგალითად უბრალოდ ფორმაში ყოფნა. ძალიან ბევრია რომ ხელის გაშლა უნდა ქორწილში ან სადმე. აი ყველა ვის რა აბედნიერებს მოდიან თავიანთი მიზეზებით, მაგრამ მე რჩებიან იმით, რომ ეს არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება დღესდღეობით. იმიტომ რომ ტრენაჟორები ყველას არ შეუძლია. ეს რუტინა დამღლელია და მოსაბეზრებელია. თუ არ ხარ ფანატიკურად შეყვარებული მაშინ რომ სარკეს ჩაიხედო და კუნთი დაიჭიმო და მე სელფი გადაიღო, ცეკვა არის ყველაფერი ერთად. მუსიკის მოსმენა და ამ შენი საყვარელი მუსიკის ისე აცეკვება, როგორც შენ გინდა. ეს არის გახსნა, ეს არის კომპლექსების მოხსნა, ეს არის სასიამოვნო დაღლა, ეს არის მენჯები გამოსაცვლელი არ კონდეს რომელიმე ასაკში. მუხლმა არ გაგიჭედოს, ლიმფა არ ჩადგეს სხეულში, როგორც ჭაობი არ დაგიჭაობ. ეს არის რომ არასოდეს არ არის გვია. ეს არის რომ არასოდეს არ არის გვიან ოღონდ მოინდომე. ეს არის გაახალგაზრდება, ეს არის ქალური შენი საწყისების ახლიდან აღმოჩენა, განვითარება და გალაღება. ეს არის თუ გინდის რომ შენ მეუღლეს მიხვიდე სახში უცეკვო და გააბედნიერო. ძალიან ბევრ მეუღლეს მოუყვანია თავისი ცოლი და უთქვამს რომ თეა გახსენი. როდის გახსნი მაგალითად. გახსენი ნიშნავს აი გახსენი, გააბედნიე. მე ვერ ხსნი და შენ გახსენიო, ხო? აი, ზოგს როგორ. ან უბრალოდ უნდა რომ ცოლი გააბედნიოს. ძალიან ხშირად მქონია რომ შეყვარებულისთვის უნდა რომ საჩუქარი გაუკეთოს და ვთქვათ, ჩემი კურსი უყიდია მისთვის საჩუქრად, საუკეთესო საჩუქარი, ხო? აი ესეთი მილიონი ვერსიაა. სხვადასხვა ვერსიები. ნებისმიერ ასაკში არის ცეკვა ამ ყველაფრის საწყისი. კაცმა არ იცის რომელ ასაკში ვისთვის როგორ. აი მაგალითად ჩემთან მოსულან დედაშვილი ერთად. აღარ დავასახელებ ახლა გვარს და სახელს, იმიტომ რომ მათგან ნებართვა არ ამიღია და უბრალოდ ამ გოგოსთვის შემიხედავ სახეზე თოჯინა, ნამდვილი სილამაზე და ნენელა რო კადრს დაბლა ჩაწევდა, და გულწრფელად რო ეტყვი, რომ დედიკო, ამ სახეს ეს ტანი არ უხდება. წავიდა სახში ისტერიკა მოუწყია, უტირია, ეს რა უკტაქტო ყოფილა თეადარჩია, ეს სადმე მიყვანე დედამისისთვის და რა, მეორე დღეს მოვიდა. ჯამრთელი კვება, ვარჯიში, დისციპლინა, ჩართო ეს ყველაფერი ხვდები, რაც მიშვებული ქონდა. გაქცეული ქონდა და ეგონა რომ ესაა და всё, ეგეთი ვარ. არ არსებობს ეგეთი რამე, რას ქვია ეგეთი ხარ. როგორიც გინდა რომ იყო, ისეთი იქნები და ეს მე პირდაპირ სიმართლე ვუთხარი, რომ აი ამ სილამაზეს, აი ეს არ ხდება. შეიძლება მიიღო ძალიან მძაფრად ეტკინა, მაგრამ ამ ტკივილმა გამოიწვია მისი ტრანსფორმაცია ისეთი, რომ დღეს სცენაზე დგას, ჩემზე გამხდარია, სხვა ხალხსაც ასწავლის, როგორ მიაღწია ამ ხარისხს. 35 კილო დაიკლო გოგომ. მე გავარსკვლავია დღეს. და ისეთი კარებები გაეხსნა ცხოვრებაში, აი ამ საკუთარი როგორ გითხრა ამ პარტავნების გადალახვით. ხო შეიძლება და აღარ მოსულიყო, ხო საერთოდ. ჩაკეტილიყო პირი. გამეშვი არ მინდა ეს თეადარჩია ვინ ყოფილა ეს უტაქტოან რაღაც. აი ისე მიიღო ეს შენიშვნა, რომ საერთოდ არა ხასიათმად შეუწყო ხელი ხა ვიღაცა სხვა. ხო და ამიტომ ვაჟღერებ ამ ფაქტს, რომ არის შენიშვნა, რომელმაც უნდა შენში გარდატეხა მოახდინოს და არის შენიშვნა, რომელსაც
ისე გაძლევენ, რომ განგრევს. მიზანდასახულიც უნდა იყოს და ხო, იცი ყველაფერი ერთად მუშაობს. იქ ცეკვა, იქ დისციპლინა, იქ სწორი კვება, იქ ვარჯიში. ანუ ერთი რაღაცა დეტალის შეცვლით შეიძლება ყველაფერი საუკეთესო ხრით შეგეცვალოს. და შეგუებით იმასთან რაც გაქვს და არაფრის მოქმედებით დარჩე ის და წახვიდე პირიქით უკან. და რატო? მოგერიოს. ხო, რატო? და ცეკვა არის ის პროფესია, რომელსაც შენ შვილებს პროფესიად ურჩევ. ვერაფერს მე ჩემ შვილებს ვერ ურჩევ. უსურვებ, კარგი. იცი რა არის, შეიძლება პროფესია არ იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა იცეკვეს. იმიტომ რომ რამაც მე გადამარჩინა და დღემდე მომიყვანა საღიგონებით და ჯანმრთელად ტკივილების გარეშე, ფიზიკური თუ სულიერი. ეს უნდა იყოს მაგალითი ჩემი შვილისთვის, რომ ეს მართლა წამალია. უბრალოდ წამალია. ნუ იქნები პროფესიონალი დგები სცენაზე, ნუ შეწირავ შენ ცხოვრებას ამ საქმეს, მაგრამ შენთვის გააკეთე, ხო? აბა რა. გოგოები ცეკვავენ, მაგრამ ბიჭები თვითონ თანდაყოლილი ნიჭი აქვთ ისეთი, რომ სადაც ხელს გაშლიან, ნუ აი არ ვიცი, ისეთი ხდება. დღესასწაული ხდება. და რძალი სხვათა შორის ელიჩკა. მესამე წელია, 3 წელია რაც ჩემი რძალია და ეგრევე დაიწყო სტუდიაში ჩემთან სიარული. როგორ ცეკვავს, იცი? შემილია რეპეტიციები მივაბარო ჩაატარებს არაჩვეულებრივად. ჩემზე უკეთესად. არ ცეკვავდა მანამდე? საერთოდ არასოდეს ცხოვრებაში. ჩემ შულს ვეუბნები სუმირიანს, დედიკო მადლობა რომ ელიჩკა მოიყვანე ცოლად. დედიკო მადლობა, ჩემ მეგობარი. კიდე ერთი შვილი შეიძინა. ვაიმე, უსაყვარლესი, უტკბილესი, უთბილესი, აი მზე გოგოა. და კიდე რა არის გამართლება თურმე, რომ აი შენი შვილი ვის შემოგიყვანს ოჯახში. ესე იგი 20 წლის იყო თუ 19-ის, არ მახსოვს ზუსტად. დე მიყვარს და მოვიყვან რა ცოლად მეუბნება. კლასელები იყვნენ, მიდიოდნენ. კი ვიცოდი რომ ხვდებოდი რაღაცას, ახლა ჩვენ რას გამოვაყარებ, მაგრამ ასე რომ უცბად 19 წლის ასაკში გეტყვის რომ დე მოვიყვან რა ცოლად. თვითონ ბავშვი. ხო, მირიანი. და მოიყვანე დედა, აბა რა უნდა ქნა მეუთხოთ. რაო? დედა მართლაო და ხო დედა მოიყვანე თუ მე შენ გენდობი თუ შენ თვლი რომ 3 წელია უკვე მიყვარსო. უთხარი მოიყვანე მე თანახმა ვარ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ პრობლემა არ არის. ეგრევე პატარა ბუდე შეულამაზე და შეუშვი ორივე. და მადლობა ღმერთს დღემდე არიან აი ტკბილად და გემრიელად ორი დედა შჭიტი. აი ესეთ კომფორტის ზონაში ყოფნა გიყვარს? აი ესეთში კი, მაგრამ ჩემივე შექმნილ კომფორტის ზონაში ყოფნა არ მიყვარს. ერთგან ამბობ, რომ არ გიყვარს. ხო. რატომ? ვანგრევ. გაშინებ? მე თვითონ ვანგრევ იმ კომფორტის ზონას ავტომატურად ხელოვნურად. იცი რა არის ყოველი დაცემა ჩემთვის სახით. პატარა სიკვდილია. მაგრამ ამ პატარა სიკვდილს მოყვება ახალი დაბადება. იმდენად მბეზრდება საკუთარი თავი. გულის რევამდე მბეზდება საკუთარი თავი თუ რამეში გავჭედე. რაღაცა რადიკალურად უნდა შევცვალო სასწრაფოდ, რომ რაღაც ახალი თეა ვიპოვო ჩემში, ხვდები? მოტივაცია მჭირდება, რომ ვიცოცხლო, რომ ვასწავლო. ერთნაირი თეა მოსაბეზრებელია ბავშვისთვისაც, 4 წლისთვისაც და პლუს 60. ვიზუალსაც იცვლი ხომ მე დაკვირვებულვარ. აი მკვეთრად რაღაცა თმას, ვარცხნილობას, ან ფერს, ან სტილს, აი რაღაცას ერთში ხომ ვერჩი. არავის არ ვერჩი დედამიწის ზურგს. ხოლო საკუთარ თავს. ეგ არის რომ ცვლილება გინდა, ეს მაძლევს ახალ ენერგიას. ახალ ენერგიას, ხო. იმიტომ რომ ძალიან დარე და მძიმეა გარემო. და იმისთვის რომ გადავრჩე, რაღაცა რადიკალური უნდა მოვიმოქმედო. საკუთარ ტკივილზე გავლით. რა კი აქ ვერ ცვლი. ხო, აი თუ გარემოს ვერ ვცვლი. ერთში საკუთარ თავს. ერთში საკუთარ თავს რომ არავინ არ ჩავითრიო. მიხვდი, მირჩევნია მე მეტკინოს, მე გადავიტანო ვიდრე ვინმეს თუ გინდ სიტყვით რამე ვატკინო, იმიტომ რომ მე ის მთელი ცხოვრება თანდევს და როგორც მჯვარი, მძიმე, მწარე ჯვარი ისე ვათრევი ჩემ სიტყვით თუ გინდ სიტყვით მინიჭებულ ტკივილს და არასოდეს არ მანებებს მე თავს.
არასოდეს და ეს უძილობა, ეს განცდები მერე ძალიან ქანცავს და მისე მირჩევნია მე მეტკინოს იმას იქვე ვპატიობ ვინც მტკენს გესმის ძალიან იოლად იმიტომ რომ მე ვარესი ვარ იმაზე ზუსტად ვიცი და ძალიან იოლად ხარშავ აი იმ წუთასვე აი წინსწრებით ვიცი რომ მტკენს გრძნობ ჩემ გრძნობებზე ლაპარაკს ვერ გადავაჩვიეთ ჩემი თავი მაგრამ რა ვქნა მართლა ვგრძნობ და მირჩევნია იქვე ვაპატიო მე თვითონ და ეს მივიღო ეს როგორც ნაგვის ყუთში ვარ ხოლმე მე ამ ნაგავს მე ვამუშავებ და ვიწყებ ახალს მაგრამ მე თუ ვინმეს ვტკენებ მკლავს მანგრევს მანადგურებს ვერ ვპატიობ ჩემ თავს ვერასდროს მთელი ცხოვრება რასაკეთე ბოდიშს იხდი თუ იქვე ბოდიში არანაირად არ მეთაკილება და არ მიჭირს ბოდიშის მოხდა მაგრამ მე ვერ ვპატიობ ჩემ თავს მიუხედავად იმისა ის პატიობს თუ არა ის პატიობს ყველამ პატიობს როგორ შეუძლიათ ესეც ხო იცი ინდივიდუალურია ზოგ შეუძლია ზოგს არ შეუძლია მაგრამ ოღონდ ადამიანი არ დავკარგო მე არ დავკარგო ყველაფერს გაუძლებ ყველაფერს გადავიტან ყველაფერს ვაპატიებ იქვე და ხშირად დაგჭირვებია ბოდიშის მოხდა კი კაცო აბარა ხშირად ვიხდი ბოდიშს და ხშირად არ მიხდიან ბოდიშს მაგრამ არაუშავს მე ხო ვიცი მე ხო ვგრძნობ და აქეთ ვეუბნები რომ არ არის პრობლემა არათრიო ეგ ტკივილი ჩემგან გაშვებულია ბოლომდე რა პრობლემა თეა 2024-25 წლების მოვლენების დროს შენი აქტიურობა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა როდის იგრძენი რომ დუმილი არ შეგეძლო სამოქალაქო მოვლენებს გულისხმობ ეგ 26-ში გრძელდება კი სამწუხაროდ რა ვქნა მე ვთვლი რომ მარტო კარგი ხელოვანი იყო შენი საქმე აკეთო გაჩუმდე ეს ჩემი არ არის არ შემილია არაფრით არ შემიძლია არ გამომდის როგორ უნდა გავჩუმდე იმაზე რომ ვიცი აბსოლუტურად უდანაშაულო ბავშვები ნაცემები ნაგვემები ნაწამებები ციხეში ზიან არაფრის გამო მე ღამე არ მძინავს საერთოდ არ მძინავს და თუ ჩამეძინა ცივიოფლით და შფოთით ვიღვიძებ რომ რანაირად ესე როგორ შეიძლება ვერანაირად ვერ ხარშავს ამას ჩემი ტვინი ვერანაირად ვერ ხარშავს ჩემი ტვინი იმას რომ არჩევნები გაყალბდა და მე თვითონ ვიცი იმიტომ რომ ის შავი რომ გამაფერადებინეს ფურცელი რომ გადმოვაბრუნე შავი ლაქა ამოვიდა და გადმობრუნებაც არ უნდა და რომ დავაფარე ის დასაფარებელი ჩემი წერტილი ჩანდა ანუ ეს იმას ნიშნავს რომ არ იყო ხო ფარული რახან ჩანდა მილიონ კამერებში ფარული არ იყო ხო ესე გამოდის მერე რაც ვნახე ემიგრანტები კილომეტრები ნაფრენი ტანჯვით მისულები საარჩევნო პუნქტებთან რიგში მდგარები გულწასულები შიმშილით და წყურვილით ვერ შევიდნენ ხმა ვერ მიცეს ბრმები ხო არ ვართ ესეც ვიცით რომ ემიგრაციამ ხმა ვერ მისცა 1/3 მაქსიმუმ კი ბატონო ჩვენ ხო ხედავთ ყველაფერს რა ხდება პერიფერიებში რა ხდება თბილის გარეთ ხო როგორი არჩევნებია ხო ხედავთ და რა ხედავ და გავჩუმდე მოქალაქეობა ჩემი მოვალეობა არ არის ანუ ადამიანი უნდა ვიყო პროფესიონალური ჩუმად უნდა ვიყო თან პედაგოგი მქვია და თან არ უნდა შევიმჩნიო რომ სახეზე ხელის მოთათუნების გამო 6 წლით ქალი ციხეში ჩასვა როცა ფეხქვეშ გაიგდეს ბავშვები და არ ვიცი ნუ აი რა ზიას გულისხმობ ხო ამ აღლობელს ყველას და ყველაფერს გულისხმობ თვითონ რა მოწონთ რაც ხდება მისაღებია შემგუებლობა სიკვდილის ტოლფასი რას ქვია ამას შეეგუო არა ადამიანობას ვერ შევეგუები სანამ ადამიანი ვარ ვერც თვალს ვერ დავხუჭავ სანამ თვალები მაქვს და ვხედავ ვერც ყურს ვერ დავიხშობ სანამ მესმის
ვერც გრძნობებს ვერ ჩავბლოკავ, იმიტომ რომ გრძნობ. შენი ხორუმი რუსთაველზე იყო ძალიან სიმბოლური. ჩემი არ იყო ის, სახალხო ხორუმი. კი. ის ჩემი არაფერში არ ორგანიზებული ხო? მე არც ორგანიზება არ გამიკეთებია. არაფერი მე არ გამიკეთე. მე უბრალოდ ჩოხა ჩავიცვი, ყაბალახი დავიხურე და მივედი და დავდექი. დავდექი და ვხედავ 60 მოცეკვავი, მაქსიმუმ ისიც ალაგ-ალაგ მშვიდობაში. მე ვთქვი, მაინც წავიდეთ. აი ზეთისხილთან რომ მივედით. ზეთისხილის ხეს. ხო. რო გამოვიხედე და ეს ზღვა ხალხი, რვა ხაზი იყო თუ არ ვცდები. ზღვა ხალხი ესე ხაზად ჩაბმული და ხორუმის მოძრაობით, ან ყველა აკეთებდა ხორუმის მოძრაობით. ეს იყო სასწაული. ძალიან ემოციური და ძალიან შამბეჭდარი. ცრემლები წამომივიდა უკან. საოცარი იყო. ერთობა გვინდა რა ყველას ყველა ქართველს იქაც აქაც აი ეს ერთობა გვჭირდება რამაც შეკვით გააკეთა იმიტომ რომ ერთი გვინდა ყველას საქართველოს თავისუფლება და კარგად ყოფნა და ბედნიერ საქართველოში ბედნიერი ქართველები ვინმე თქვას რომ ეს არ უნდა არა მაჩვენოს ვინმე დამენახოს ვინმე ვისაც ეს არ უნდა როგორ შეიძლება ეს გესმოდეს სხვადასხვანაირად თავისუფალი საქართველოს სხვანაირად გესმოდეს ბედნიერება სხვანაირად გესმოდეს და ბედნიერი ქართველი ბედნიერ საქართველოში სხვანაირად გესმოდეს აი ამიხსენი ეს როგორ შეიძლება სხვანაირად გესმოდეს და მეც გაგიგებ სხვა გზას ხედავენ ბედნიერების აი მაგალითად რა გზას ისევ რუსეთში ყოფნას ვერ გავიგეთ რომ რუსეთში ყოფნით არ გვეყო ის 70 წელი შენი აი ეს საჯარო პოზიციის სამოქალაქო პოზიციის გამო ხშირად ხარ კრიტიკის ობიექტი რა გაძლევს ბულინგის ცეცხლზე დაწვის ჯვარზე გაკვრის რა ვიცი ხო აი რა გაძლევს ძალას რომ უკან არიხებ რო დავიხიო რა ისევ კომუნიზმში ამოუყო თავი და ისევ რუსეთის ჩექმის ქვეშ არ მინდა ეგეც სიცოცხლის მირჩევნია მე უკვე კარგი მიკვირს და სიკეთე და სიყვარული მიკვირს თორე ლანძღვაგინება და ეს აღარ მუშაობს ჩემს აღარ მიკვირს უბრალოდ ბავშვები მეწოდებიან ჩემი შვილები რომლებიც ამას ყველაფერს კითხულობენ და გრძნობენ და ძალიან განიცდიან ძალიან ნერვიულობ ეს ძალიან დიდი დაუნდობელი რუსეთი თვითონვე თუ დგონს არ მოეგება დროულად თვითონ ჩაინთქმება თავისივე ნაგავში პატრიარქის ბოლო სიტყვები მახსენდება სულ ღმერთმა მტერი მოყვრად გვიქციოს ამაზე დიდი სიბრძნე და ლოცვა არ მსმენია ჩემ ცხოვრებაში მადლობა მას ყველაფრისთვის იმისთვის რაც შექმნა გაამყარა აღორძინა გაამყარა ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგად იყოს ერთი კი ვიცი ზუსტად რომ პატრიარქმა ეს ნატანჯის ხეული გაიხადა და უფრო ჩვენთან არის განთავისუფლებული და იქიდან ისე გვეხმარება ჩვენ რომ ფანტაზია არ გვეყოფა და ისიც კარგად ვიცი რომ მამაოს ვეუბნები რომ მიცვალებულებში ვერაფრით ვერ ვიხსენიებ პატრიარქს თქვა რას ლაპარაკობ თეო ციხეზე იყო და ეხლა თავისუფლებაზე გავიდა
და ამან ისე იმოქმედა, რომ ეხლა ცოცხლებშიც ვიხსენიებ და მიცვალებულებშიც. პატრიარქს. თეა, ახლა უკვე ფინალისკენ მივდივართ და მითხარი, შენს ცხოვრებას ამ გადასახედიდან რამდენ ეტაპად დაყოფ? 3 ძირითადი. ანუ ბავშვობა და ცხოვრება სუხიშვილებამდე, ოჯახი, სკოლა, ბედნიერება. სუხიშვილები, ფლეში, დღესასწაული, ბედნიერება, ზებედნიერება და სუხიშვილების მერე მე, ოჯახი, თედასი, ჩემი მეგობრები და ღმერთმა ქნას რომ მეოთხეც მექნება. ველოდები, ახლა მეოთხე როდის დაიწყება და მეოთხე ვთვლი რომ იქნება ყველაზე მაგარი. ყველაფერი ზედმეტი გადავყარე. არასაჭირო ფაილები. მოვიშორე, ხო, გაცრა. და იქნება ის, რაც უმნიშვნელოვანესია, ის, რაც მთავარია, ის, რაც მართალია და ის, რაც ისე გამაბედნიერებს, რომ ყველაფერ დანარჩენსაც შეავსებს. თუ რამე სადმე დამაკლდა. საკუთარ თავთან მარტო რო რჩები, რაზე საუბრობ ხშირად? თვითგვემით ვარ დაკავებული, რაღა დაგიმალო. უფრო თვითგვემით, იმიტომ რომ არასოდეს ჩემთას არ ვაქებ, არასოდეს ჩემი თავი არ მომწონს, არასოდეს კმაყოფილი ბოლომდე ჩემი თავით არ ვარ. რა შემეშალა, ხმასა დაუწია, არ უნდა ამეწია, რა წამომცდა, რაც არ უნდა წამომცდენო და რამხელა მადლი მოვიდა და როგორ გავფანტე, როგორ გავანიავე უაზროდ. ეხლა ისევ შეგროვებით და შეკოწიწებით ვარ დაკავებული მარცვალ ვაგროვებ, რაც დამეყარა. აი რას გულისხმობ მაგალითად? აი მაგალითად ჩემი პირველი აღსარების და ზიარების მერე 10 წელი ვიცხოვრე სრული სასუფეველი მქონდა ამ მიწაზე. მერე რაღაცნაირად შევიფერე ეს ყველაფერი და გავაბნიე. ვერ დავაფასე შესაბამისად, აი იოლად რასაც იღებ, იოლად რო კარგავ, ხო იცი? ანიავებ. აი ეგ დამემართა. მერე ეს ყველაფერი გავიაზრე, პარალელები გავაკეთე, ვიფიქრე, ვიწვალე, ვეწამე, მეტკინა, განვიცადე, მოვუკვდი, გავსწორდი, დავეცი, ავდექი, დავიფერთხე, გავიმართე, მაგრამ მაინც კიდევ და მივხვდი, რომ ის რაც გეძლევა, ესე უანგაროთ, უპირობოთ, აი ეს მადლი, რომელიც ფიანდაზებზე გატარებს, არ უნდა უღალატო, იმას არასდროს არც ერთი წამით, არ უნდა გაფანტო, პირიქით უნდა ამრავლო და ძალიან ფრთხილად უნდა. იცი რა, აი ამას ჩავიდენ, არა უშავს მაპატიებს ღმერთი, არ არსებობს ეგეთი რა. არ არსებობს. შენ ცხოვრების მთავარი სინანული თუ არის ასეთი რა არის? ძალიან ბევრია და თან ერთია ეხლა რაც ვთქვი, რომ უნდა დააფასო ადამიანმა ის რაც გეძლევა. თუ გინდა აი ამ ხელა მისხალი იოტისოდენა. უნდა ძალიან დააფასო. არ უნდა შეიფერო, არ უნდა გეგონოს, რომ ეს ასეც უნდა იყოს, არა, არ არის ეგრე. ამიტომ ვიცახი ყოველ დილით, მადლობა. მადლობით უნდა იწყებოდეს. მადლობა. წვიმს ვირაკაია. ქარია, გადასარევია, მზე არის დედა რა ბედნიერება. მე ვარ ეგრე. ხო არა? წუწუნის გარეშე ცხოვრება. ხო. შენ ცხოვრების თავარი ადამიანი ვინ არის? თან ბევრი, თან ცოტა. ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც მე ძალიან მჭირდება. ოჯახიდან დაწყებული გარემოთი დამთავრ. ჰაერივით მჭირდება. ერთის რო გამოვაკლო უკვე შე აღარ ახარ. ვეღარ ჟანგბადი გადამეკეტება. ღმერთმა მაცილოს მაგ ტკივილს რომ რომელიმე გამომაკლდეს. ერთადერთი მაგის მეშინია რომ რომელიმე არ გამომაკლდეს. ერთადერთი რაც გამაფუჭებს ეგ არის. იმიტომ რომ ძალიან ძვირი დამიჯდა ყველა, ვინც შემგარშემოა. რომელია შენი შესრულებული ცეკვა, რომელსაც დღესაც აი სიამოვნებით უყურებ და ამაყობ. როგორც მოცეკვავე, აი პროფესიონალი. არ დაიჯერებ. არც ერთი არ მი. აჭარული. აჭარული. აჭარული სულ რაღაცნაირი ჩემი იყო.
ნუ ყველას გონია რა თქმა უნდა ჯეირანი. ჯეირანი ძალიან მაგარი ცეკვაა და ძალიან საცეკვია, მაგრამ ისეთი ნერვიულობა და განცდა მქონდა ყოველი ჯეირანის წინ და ისევ კვდებოდი ყოველი ჯეირანის მერე, რომ აი რაღაცნაირად და თან სულ ჯეირანი თითქოს სხვა არაფერი გეცეკოს. და თან იცი რა, რასაც აი როგორც როლი, რასაც აკეთებ ის იმ მომენტში ძალიან გიყვარს და მერეც გიყვარს. ყველა სოლო, ყველა როლი შენი შვილია. იმშობიარე ყველა, ხო? ფაქტიურად. ჩემთვის მაინც ჯეირანი არის. შენთვის რომელი როლია ყველაზე? ყველას თავის ამაშია საქმე. არა მე მაინც მაყურებელს მინდა აქ ჯეირანი ვაჩვენო. კარგი აჩვენე. სად ნახე რომ? წინა. არ არის მე მგონი. ბევრჯერ მინახე. ხარისხიანი ვიდეო არც არსებობს ჯეირანის. არსებობს. ხო. ჩემი ბოლო შეკითხვა. შენი ცხოვრების თავარი ამბავი. მაინც თავარი ამბავი. უიმე იმდენი ეს ამბები რო რა ვიცი. ეს როგორ არ მიყვარს ესეთი დაკონკრეტება, იმიტომ ბევრი თეაა გესმის? ჩემში ბევრი თეაა. იმ მომენტში სხვა ამბავი იყო, ამ მომენტში სხვა ამბავია, ეხლა სხვა. კარგი, რამდენიმე იყოს. თავარი ამბავი ალბათ მაინც სუხიშვილების ამბავია. თავარი ამბავია ის ჩემი უპირობო სიყვარული მათ მიმართ. უპირობო. რამაც განსაზღვრა შენი. უპირობო. იცი რა არის სუხიშვილების ოჯახმა და მათმა სიყვარულმა მე ღმერთამდე მიმიყვანა. მაგარი რამე თქვი. ამ სიყვარულმა მე გამზარდა. და ღმერთამდე მიმიყვანა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის. ანუ შენი ცხოვრების თავარი ამბავი არის სუხიშვილები. იყო, არის და იქნება. იმ ბევრ მთავარ ამბებთან ერთად, რა თქმა უნდა. მაგრამ კატარზისი მოახდინა ამ ხალხმა ჩემში. და დღემდე ახდენს. და სწორება მაინც მათზე. ძალიან დიდი მადლობა შენ ამ ინტერვიუსთვის. გაიხარე. ხა გაგათავისუფლებ და გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს და აი მეოთხე მაგარ ეტაპს, რასაც ელოდები. ყველაფერი აქ ხდენოდეს ისე, როგორც ჩაფიქრებული გა. პირველ რიგში თავისუფალი საქართველო. რა თქმა უნდა. თავისუფალი ცივილური საქართველო და სხვა დანარჩენი თავისით მოვა. მის ირგვლივ დაალაგდება ყველაფერი. ამინ. მადლობა რომ იყავი ჩემი გადაცემის სტუმარი, რომ ესაუბრე ჩემს მაყურებელს და გამონახეთ რომ გაიხარე. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩემი სტუმარი იყო მოცეკვავე თეადარჩია, თედასის დამფუძნებელი და მომავალ კვირამდე დაგემშვიდობებით. ბედნიერად.